მას მერე რაც მორჩა მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის მერე ამერიკის შეერთებული შტატები შეიჭრა 50-მდე ქვეყანაში და 50 ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიცია. რატო არ ვიძახით ამერიკას ოკუპაციას? რა გააკეთა მაგრამ იუგოსლავიაში, სირიაში, ავღანეთში, ლიბანში, ლიბიანში ყველაფერს თავი დავანებოთ 45 წელში 2 ატომური ბომბი ჩაუგდო მძინარე იაპონიას. 1 საათის განმავლობაში ამოწყვეტეს 220,000 ადამიანი. რატო არ ვიძახით მაშინ მაგათ? აი, იცით სადამდე მივიდა ეს ისტერია? რუსეთი ოკუპანტი, იცით სადამდე მივიდა? უსაზღრესი ქალბატონია, მე არ მერიდება ამ სიტყვის, ევროპარლამენტის დღესაც იქ მოღვაწეობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. კი ბატონო. მაგას ეძახიან სიკვდილის ფორუმას იქ ევროპარლამენტში. ამასთანავე გააკეთა განცხადება შესანიშნავად ხონდა ეს განხილული ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას, მე თვითონ უყურე უსმინე. ჩვენი არხის ეფირში ბატონი ვალერის დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ. კი ბატონო, იაპონელ ახალგაზრდებს მიმართავს. თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად ყოველთვის, რომ რუსეთმა კვლავ არ დაგბომბოთ ატომური ბომბები. აი სადამდე მივიდნენ. Again, კი კვლავ არ ჩამოგიგდოთ. ანუ მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს ამერიკამ კი არ დაბომბა, კაცო. ხო, რომ რუსეთმა დაბომბა, კაცო, იაპონია ამ ატომური ბომბებით, აბა, რუსეთი უსაზღრესი ის არის, რა ქვია, სახელმწიფო და ოკუპანტი. აი სადამდე მივიდნენ. და აქ მე აღარ მიყვრის რომ ყველა რუსულად შემოფხედეს, რუსულად გაგვიცინეს, რუსულად დაგვიჭირეს, რუსულად წაგვიყვანეს. შვილო, ცოტა ხო უნდა დააფიქრდე რა. ახალგაზრდა კაცი ხარ, ხონდა წაგებული ომი გვაზეიმეს, ჩვენ მე და თქვენ რას ვიზეიმებდით, იქ ანდროპოვის ყურებთან მოატანიეს აპარატურა და კონცერტი გაამართინეს.